მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნათია. ჩემს ამბავს უკვე დიდი ხანია თქვენ თვალყურს ადევნებთ, ქალი რომელიც 2 წელიწადია და უფრო მეტიც ერთი და იგივე პრობლემაზე საუბრობს, პრობლემა რომელიც იცის საქართველოს ტელევიზიებმა, პოლიციელებმა და აბსოლუტურად ყველა სფერომ, მომღერლებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა, მოქალაქეების 80%-მა რა ამბავიც გადამხდა მე. მოკლედ თავიდან ნაციც და ქოციც მიყენებდნენ ამ რევოლუციებისთვის, აი ახლა ქუჩაში რაც ხდებოდა ამ არეულობისთვის, იმ რევოლუციის კიდევ ერთი ნაწილი ვიყავი. უფრო მარტივად რო გითხრათ, რაც დაემართა რაფალიანცების ოჯახს, რა თქმა უნდა, ის ბავშვი იყო უდანაშაულო. და მე იმ ბავშვის სიკვდილის ხარჯზე მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ზუსტად. ნაციც მაგრად მკიდია და ქოციც, ვინც მე მიყურებს იციან, რომ ვარ აბსოლუტურად აპოლიტიკური, არსა და არ ჩანვარ, საჯარო და არც სახელმწიფო სამსახურებში მე არასდროს არ მიმუშავია. ვარ მარტოხელა დედა, მყავს შვილი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ყურადღებას. და ასე მიყენებდნენ მეც და ჩემ შვილსაც, გვკლავდნენ და ეს დაიწყო TikTok-იდან, ამეკიდნენ აქედან. და ასე გლობალზე გავარდნილი თემით ისარგებლეს და მოკლედ მიყენებდნენ ვიყავი ამ რევოლუციების ერთი ნაწილი, როგორც მოგახსენეთ აგერ წინ, როგორც ის უდანაშაულო ბავშვი გამოიყენეს. ვარ დიასახლისი. ამაში ყველაზე ამ ჩვენს გაუბედურებაში, ჩემი და ჩემი შვილის გაუბედურებაში, შვილი რომელიც მოითხოვს სპეციალურ ყურადღებას და მე ლაივები მაქვს და თქვენ ხედავთ როგორი პოზიტიური და უბოროტო შვილი მყავს, რომელიც მარტომ გავზარდე და მარტო დედამ დავდე ეს შედეგი. აი ესეთ შვილს, სიმწყლით გაზრდილ შვილს მიკლავდნენ და ესეთ დედებს, რომლებიც ვართ ვზდით ესეთ შვილებს და გვყავს ესეთი შვილები, ვარ ტრამვირებული და გვინდა სპეციალური მოდგომა და მოფრთხილება და ქვეყნისგან დაცვა და ხელისშეწყობა. და ესენი გვჟლიკავდნენ. ესენი იყვნენ ივანიშვილები, ბიძინა ივანიშვილი და მისი შვილი ბერა ივანიშვილი. ჩემი კარები იღებოდა, მიყრიდნენ ნარკოტიკს, გასაღებით იღებოდა და იკეტებოდა ყავაში. როცა ჩემი შვილი ჩამყავდა ხოლმე, რო ემოძრავა, რადგან მამათა მომაქციეს ვაკუუმში და კიდე სხვა დანარჩენებმა, რომ ვეღარ ვშოულობდი უკვე არანაირი შემოსავალი მე არ მქონდა. მატერობდნენ ქუჩაში მე და ჩემ შვილს, პირზე გვაფარებდნენ ხელს. სახლში ყავაში მიყრიდნენ ნარკოტიკს, ჩემ შვილს ჩაუყარეს რაღაცა ლიქიორი ქონდა ხანდახან ერთი დასალები 20 გრამს დალებდა ხოლმე იქიდან 1000-ში ერთხელ. მოკლედ გვაწამეს, გვჟლიტეს, ამოგვწყვიტეს, მივედი პოლიციაში, გაყვითლებული ქალი და ვეუბნები, რომ ნარკოტიკს მიყრიან ყავაში. მივიტანე ვანო ზარდიაშვილი არუთინოვის ყოფილი პარლამენტარის, ვანო ზარდიაშვილი ბესელიას ორი ნაბოზვარი ერთად, სახე რომ მიულეწა ბესელიამ, იმის ბიძაშვილი ვარ მე, მამიდაშვილი ბიძაშვილები ვარ, პირდაპირ ისიც ჩართული იყო ამ ჩემ მკვლელობაში. და პოლიცია ანალიზი გამიყავდა. ფეხზე ძლივს ვიდექი, გაყვითლებული ძვალი და ტყავი ვიყავი ამ ნარკოტიკისგან, ვერ ვიგებდი რითი უკვდებოდი ხალხო, როგორ წარმოიდგენთ, თქვენ დაკეტილი გაქვთ კარები და ყავაში გიყრიათ ნარკოტიკი, რომელსაც სვავთ და ვერ ხვდებით რა გჭირთ, რატო ხდებით და რატო უბედურდებით. იმის მერე 2 წელია სადაც არ მივედი, აი ვიმუშავი აგერ ყურის ძირში, თავდადებულზე ვცხოვრობ მე დიდიღომში. სწრაფი კვების ობიექტს რომ ვასახელებ, მე აქ ნაზილბეს გვერდზე, იქაც ჩამიყარეს, ორი მუშაობდა იქ, 2 თანამშრომელი იყო და ერთიც მიყრიდა და მეორეც მიყრიდა, ისიც წამოვედი იქიდან, ჭურჭელს ვეცხავდი, ლუკმა გამოაცალეს ჩემს შვილს პირიდან. მე მინდა იცოდეთ რატო ვარ ამ ვაკუუმში. ხოცავენ ბიძინა ივანიშვილი და მისი ბიჭი ბერა ივანიშვილი. გვიყენებდნენ ასე არეულობებისთვის. ბერა ივანიშვილი, აი ეს თქვით გეიმები, თამაშები რო აგერ ჩამაგრებაში დევს, არც ნაცი ვარ, არც კოცი ვარ. ერთიც მკიდია და მეორეც მკიდია, არჩევნებზეც არ დავდივარ და საერთოდ ვერ ცნობ ამ ყლებს ვინ არიან, მაპატიეთ. მე ამათ წყევლი და უწყევლი შვილებს, იმიტომ რომ ესე გამიმწარეს შვილი. ერთი უბოროტო შვილი, რომელიც სახლშია სულ და არავის არაფერს არ უშავებს, ასე გიწყევლით მე თქვენ შვილებს. მოკლედ ეს ოჯახი არის მკვლელების
ოჯახი მარკეტებიდან ტენიდნენ სიგარეტს ბერა ივანიშვილს რა გაუჭირდება ჩინეთის პიდარასტს პირდაპირ ჩართულები ყავდათ მენეჯერები და მოლარეები რომ და მithვალთვალებენ და მისმენენ ტელეფონიდან ცხოვრობ აბსოლუტურ ტერორში და 2 წელი ხალი ამას ბიზნეს ტყვეები ვართ აგერ არის ჩემი შვილი და 2 წელი უძლებ და უფრო მეტიც ამ სასაკლაოს ნორმალურად საჭმელს ვერ ჭამ ამის წინ გუდვილის ფარში ჩაგვიყარა შეიძლებოდა თქვენ შვილებს ეჭამათ ის ფარში და აცდენები მომხდარიყო რაღაც და თქვენ შვილების ორგანიზმში და ბავშვები ჭამენ იმ ფარს და იმ ხინკალს რითიც იკეთდება გუდვილში ხინკალი შეიძლება თქვენ შვილებსაც ეჭამათ მოკლედ არ დარჩა საჭმელს ჩვენ ვეღარ ყიდულობთ ნორმალურად ყავას ჩვენ ვეღარ ყიდულობთ ნორმალურად სახლის კარებს ვეღარ ტოვებ ხალხო იმასაც ვერ ვენდობი კამერასაც ვეღარ ვენდობი შეიძლება შუქი გამორთონ და ჩვეულებრივად შემოვიდნენ და ჩამიყარონ იმიტომ რომ ეს გრძელდება უკვე დიდი ხანია და ამ ამბავს ყავს მილიონობით მაყურებელი ეს ამბავი იცის გასულია რამოდენიმე ქვეყანაზე და ჩემი ამბავი იცის გლობალმა ივანიშვილები არიან მკვლელები და პოლიცია რომელიც არ რეაგირებს იმიტომ რომ ერთ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს და მიშვილს ბერა პიდარასტ ივანიშვილს ემსახურება მხოლოდ ამათ ჩინოვნიკებს და არა ჩვენ ხალხს იმიტომ რომ პოლიცია არის უძლური რას აღარ მიშობოდნენ ხალხო მომპარეს შვილის პირადობა არჩევნებზე მიცეს იმ ჩემი შვილის პირადობით ხმა მე შემოიტანეს დადეს ისევე ყოველ წუთს იძულებული ვარ ლაივში ვიყო მე მყავს მაყურებელი რომელიც ამას დაადასტურებს რომ ვარ სულ 24 საათი ლაივში და რა ხდება ჩემს ოჯახში და ჩემს ცხოვრებაში დეტალებს ხვები ჩემ მაყურებელმა იცის სად მიდევს ნემსი ძაფი იმიტომ რომ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი შეიძლება თქვა რომ არ ქონდა ან ესი ახსოვს ან რაღაცა ახალი წლის წინა პერიოდში გაგვიღეს სახლი გასაღებით მაძვისხე მოგპარეს და დაგვიკეტეს ისევ კარები ჩაულებრივად ნაძვისხე იციან სადებს ჩემ მაყურებლებმა ყველაფერს ვაშუქებ მივედი პოლიციასთან ყავთ ეჭმიტანილი პოლიცია არ იწვრის ნაძვისხეზე კი არ არის ლაპარაკი როგორ გვამწარებენ ყოველ დღე და რასაც ჩადიან ყოველ დღე თქვენ იცით ეს ლოპოტას თემა რომ გავრცელდა ბარმენები რო უყრიან ხალხ თუ იმის განსხვავებული აზრი აქვს მე არც განსხვავებული აზრი მქონია და არც და არ ჩანდი მე აბსოლუტურად აპოლიტიკური ვიყავი საერთოდ ვარ ნაცები კი არ უყრიან ქოცები უყრიან ბერა ივანიშვილი უყრის დღეს ბერა ივანიშვილს გონია რომ ეს საქართველო არის მისი და ეს ხალხიც არის მის დაქვემდებარებაში ასევე გიგაურები, გომელაურები, კობახიძეები ყველა საქმის ყურშია და არიან ამათი დანაშაულის პირდაპირ ხელშემწყობები. რადგან როცა ქვეყანა ვერ იცავს ამ დედაშვილს, კარგავს თავის მოვალეობას და ვალდებულებას, მათ უნდა დატოვონ სამსახურები. გამიგეთ სად არის ამათი რეზიდენცია ხალხო დამიწერეთ და ვინც ხართ ჩემი და ჩემი შვილის სიმართლის თვალყურის მადევნებლები მივადგეთ ივანიშვილების ოჯახს მივადგეთ სამარცხინო ეკატერინე ხვედელიძის გაზრდილ შვილს ბერა ივანიშვილს და ამ წუმპეში ჩაგდებულ ოჯახს რომელიც პირდაპირ ამ თამაშებით ერთობა და ის აღარ არის უკვე რეალობაში და გასულია რეალობიდან და გადმოვიდა და უკვე ხალხით ერთობა და რეალობაში მოყავს ეს თამაში ის არის ავადმყოფი მე ბევრჯერ გამომიგზავნეს დარეკილი იყო ბევრჯერ და მოვიდნენ ხა ფსიქიატრიულიდან მიგზავნეს ვიღაცები რომ ესენი არ მემხილა ამათ ისე ძველ დროში ეგონათ თავი 90-იანებში კი არა უფრო იქით სტალინის იქით დროში ეგონათ თავი რომ ეს თავრობას რო ამხელდი და ეგრევე გიჟათ რო შეგრაცხავდნენ რომ ამათის ყველაფერი მოსულა წავიდა თქვენი დრო წავიდა ის დრო აგერ ვარ სახლში ვარ ჩემ შვილთან ერთად და მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით ხალხო ივანიშვილები გხოცავენ ბერა ივანიშვილი თამაშობს და ერთობა ჩვენით მოვაშოროთ ესენი აქედან ხედეთ ამ ნაბიჯვარს მოაშორეთ ჩემს საცოდავ შვილს და ამ ქალს რომელმაც ამდენი გასაჭირი გადაიარა და ჩემს უკან დგას ხალხი და ჩემს ამბავს ადევნებს ხალხი 24 შვილზე თვალ მე ვარ ნათია და მე ამდენს როგორ გაუძელი მიკვირს დედებო
გამოფხიზლდით, გხოცავე.